მოგესალმებით კოლეგებო, კვორუმი გვაქვს, ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი გვაქვს. ეს არის შოთა ბერეკაშვილისა და ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში, სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ინიციატივა, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თამდებ პროექტებთან ერთად. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონ ლევანს, გთხოვთ წარმოადგენთ მეორე მოსმენით ცვლილებათა პაკეტი. მოგესალმებით. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონების პროექტებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. რაც შეეხება პირველ კანონს, გავყვეთ მხოლობრივად, პირველ მუხლში განხორციელდა მხოლოდ ტექნიკური ცვლილება, კერძოდ შეიცვალა კანონის მუხლის ნუმერაცია და სათაური, ხოლო ტექსტში განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რაც ასახული არის კანონის პროექტში. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში პირველ მუხლში განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები, მეორე მუხლში განხორციელდა ასევე რედაქციული ხასიათის ცვლილებები, ხოლო მესამე მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა. კოლეგებო, მოსაზრებები, შენიშვნები ხომ არ გაქვთ? ასეთი, დიახ, ბატონო. ნუმერაციის შესვლა რა გამოიწვია? მუხლის ნუმერაციის. მეშვიდე ნაცვლად მერვე არის პრიმებს შორის გამომდინარე იყო ცვლილება ტექნიკურად აისახა, რაც რეკომენდაცია იყო იურიდიული დეპარტამენტის და შესაბამისად ძალიან კარგი. იმიტომ თქვენ რომ ტექნიკური ხო რა მეშვიდე გახდა მერვეს მაგივრად. შინაარსის usrულია უბრალოდ შეცვლილია ნუმერაცია მხოლოდ. ჩანაწერი იგივე გადავიდა. და ამ შემთხვევაში ერთი რაღაცაც მინდა გავმარტო, ეთყობა გუშინ მე ეს გამომრჩა, შემდეგ საზოგადოებისგან კითხვები იყო კორუფციის შესახებ კანონში რაც ცვლილებაც არის განხორციელებული, იქ ჩვენ აღვნიშნეთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზია და აჭარის რადიო, რომლებიც სიპებს წარმოადგენს, მათი თანამშრომლები, ასე ვთქვათ, გათავისუფლებულები არიან იმ ტიპის ვალდებულებებისგან, რაც დანარჩენ საჯარო მოხელეებს აქვთ, რომ ერთდროულად ვერ იმუშავებენ სხვადასხვა ასე ვთქვათ, სამსახურებში, ხოლო ეს ტელევიზიის თანამშრომლებს აქვთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ უშუალო ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციები დაიკავონ, თქვათ, სხვადასხვა გადაცემები წაიყვანონ, შეუძლიათ კერძო სექტორშიც იმუშაონ, შეუძლიათ საჯარო სექტორშიც იმუშაონ, ოღონდ საჯარო სექტორში მუშაობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად დაჭირდებათ მათი უშუალო ხელმძღვანელის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ პარალელურად ტელევიზიაშიც გააგრძელონ საქმიანობა. ეს მოსახლეობისთვის რომ უფრო მკაფიო იყოს. პომარალის კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები ასეთი არ გახლავთ. მარტივიანი თქო, მადლობა ბატონ ლევან, დამატებითთვის მარტივად. აჭარის ტელევიზიასა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ შეითავსონ სხვადასხვა საქმიანობა ამავე ტელევიზიაში, ამავდროულად კერძო სექტორშიც დასაქმდნენ, არ სჭირდებათ არავითარი თანხმობა, კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენენ, ამავდროულად შეუძლიათ დასაქმდნენ შრომითი ხელშეკრულებით ან თანხმარე ფუნქციების შეასრულონ შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურებში, მაგრამ გამომდინარე საჯარო სამსახურში საქმიანობა სჭირდება თანხმობა, ამიტომ საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელს თანხმობა დასჭირდებათ მხოლოდ. შემოძლეთ შეგვიძლიათ რომ იყვნენ მშვიდად მათი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს. ამავდროულად გარკვეულმა პირებმა არ გაგვიკვირდება რომ პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პირებზე გვაქვს საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ამავდროულად საზოგადოების გაღიზიანებისთვის განსაკუთრებით ძალიან პატივსაცემ პირთა წრეს გულისხმობ რა თქმა უნდა და ადამიანებს ესენი არიან პედაგოგები შეცდომაში შესაყვანად მათ
ცდილობენ რომ ინფორმაცია გავრცელონ თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი გრძალავს ან რაიმე დამატებითი რეგულაცია არის შემოსული ამ საკითხთან დაკავშირებით სალსახად შეგვიძლია ვთქვათ რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად პედაგოგებს შეუძლიათ რომ თამამად მოამზადონ და თავიანთი ცოდნა გადასცენ ბავშვებს თუ არასრულწლოვნებს ნებისმიერ პირს. მეორე საკითხი გახლავთ ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილის წარმოსადგენი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით. ხოთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციების დაზუსტებას კანონში. თქოთ რომ პაკეტში შემავალი კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანად გვახსენოთ სხვა რაიმე ცვლილებები ხომ არ მხოლოდ და მხოლოდ რედაქციული ცვლილებები განხორციელდა ძირითად კანონში გამომდინარე კანონებში არც რედაქციული ცვლილებები პრაქტიკულად არ განხორციელებულა შინაარსი ზუსტად იგივეა რაც პირველი მოსმენის დროს წარმოვადგინეთ. კოლეგებო შენიშვნები მოსაზრებები კითხვები ხომ არ გახლავთ? წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქმიანობა საქართველოს მთავრობის იმ კონკრეტული დეპარტამენტისა, რომელიც უშუალოდ ლაივ რეჟიმში ამოწმებს ეფექტიანობას თითოეული დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობისა. რაც უმნიშვნელოვანესია, რაც ერთი მხრივ მთავრობის ეფექტიანობას ამაღლებს, რაც ამავდროულად არის პრევენცია შესაძლო დანაცვლებისა და დანაშაულებისა. მადლობა. ამით საკითხი განხილულია. კოლეგებო, ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურული აქვს. ხოვთ რომ კენჭი ვუყაროთ ბატონ ლევან მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს, ვინ არის მომხრე? ერთხმად დიდი მადლობა. და მეორე საკითხი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი საქართველოს მთავრობის ინიციატივა, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ერთმანეთ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამით კომიტეტის ხდომა დასრულებულია. ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი ხდომა მესამე მოსმენის ფარგლებში პლენარულ ხდომაზე შესვენების გამოცხადების დროს. მადლობა.